თან პირველი ხარისხის იაპონიაში რო არის ხო იცი აქ რო თბილისში რო საცხოვრებელს პრობლემები რო დაიწყო რომ მაგას ბაზრობდნენ რომ კენტი ნომრები კენტზე ვისაც ვინც უმთავრდება კენტრის ხში გამოდის და ლუწზე ვისაც უმთავრდება ლუწის ხში გამოდის მანქანით გარეთო დაახლოებით ეგეთ მოდიო ჩელსიში დაბადების დღეების წლების მიხედვით მე მირჩევნია ეგრე ლუწები მიდიოდნენ სამშაბათს მე მირჩევნია ეგრე იყოს მაღაზია ავეწყო ანუ გრაფიკი მაღაზია ავაწყო ჩემი რომ კენტები და ლუწები იყვნენ საკაც რო გამოხვალ იმდენი მანქანა თუ არ იქნება და განახევრდება მირჩევნია ხო მეც თანახმოვარ მაგაზე მეც ხელს მოვაწერდი ახლა და ეს ოღონდ იმიტომ არა რომ ორი მანქანა მეყოლებოდა არა ერთი ხო მაგრამ ხო იცი ორი ეყოლებოდა ბევრს კი ბატონო მაგრამ მაინც არ იმას იზამს ეგ რა არ მისმის რაღაცეები რა აი იმ დღეს გააეძრო ვიდეო ერთი რომან დოლიძის ნახე და ეხლა ნახე TikToker-ი ანუ ეგ ბიჭი ირაკლი ქვია თორცდები დაკუნთული ტიპია რა კაი როჟა არის გადავ მაგის ვიდეოებზე ძირითადად ვიდეოები აქვს მანქანა რო ჩაუჭერს მანქანას რო ჩაუჭრა რო ატარებს ვითომ დედამისი ძალიან საკადაო ვიდეოები აქვს რაღაცეები რა კაი ტიპია და მაგისი ვიდეო იყო რომ მანქანაში ზის და უკან მოყვებიან და გადასულია გზიდან სპეციალურად რა და მიგორავს ნელა რა და არ ატარებს იმ ტიპებს რომ ვიღაცამ ჩამიქროლაოც მომაყარავა მთელი ხო და ბიჭო მართლა არ მესმის თო აი ეგეთი ტიპი ხო არიან ეხლა ხო საბედნიეროდ რაც ვატყობ შემცირდა ძალიან რაოდენობა რა მაგრამ ვიღაცები ხო არიან თო აი თავში რა გიდევთ ეგეთ ხალხს ან რასად გაიზარდეთ მართლა ან ვინ გაგზარდათ ან როგორ არ გაწუხებთ ან როგორ აი მაგას რო აკეთებთ აი საცობი რო ორი ზოლი რო მიდის ნელა და უცებ შენ მithumetes GP რო ყავს და შეგიძლია რაღაც ტრაქში რო გადადიხარ და იქიდან ჩაავქრალებ და მიდიხარ და მე ბოლოში რო გახვალ და რო ჩართავ მიგალკას პავაროტნიკს თუ ციმციმას და მე შეხვარ რო გინდა რო დგები რა აი იცოდე ვინც მაგას აკეთებ თუ აი დედის მუტელს გაგინებს ყველა აი ეს რო აი ორი ზოლი ხო არის და ყველა დედის ტრაქს გაგინებს მაგდროს რა შეიძლება არ გესმის შეიძლება არ გისიგნალებენ შეიძლება შენ გონია რომ ვიღაცას გონია რომ ენა მაგაი როჟა დედის მუტელს გაგინებს ყველა ვაფშე აი მთელი ეს ორი ზოლი მანქანები 200 მანქანა თითოში 300 კაცი 600 კაცი რაც სად გეჩქარება ეგეთ ადგილას რომ 600 კაცს დედის მუტელს აგინებინებთ აი სად გეჩქარება ეგეთ ადგილას დატო ძალიან ბევრს ვითხოვ დედას ფიცავარ მაგრამ ძალიან ბევრს ვითხოვ არ ვითხოვ ეს არაა ბევრი არა ბევრს ნახე ბევრს ვითხოვ დედის მუტელს რო აგინებენ ეგ მინდა იცოდნენ რა გააკეთოს ისევ ქნას კაცო ხვალა ძეგაც გააკეთოს მაგრამ დედის მუტელს გაგინებს ყველა ეგ იცოდე ხო და ამ ქვეყანაში ისეთი რაღაცები ხდება რომ ეგ ბიჭო მე მგონია რომ ნახე მე მგონია ანუ ჩემთვის ეგ პრობლემა აღარ არის. მე მგონია რომ ნახე რაღაცეები არის ნახე მე მგონია რომ მასშტაბური ყლეობა რო არ მოხდეს. ეგ უნდა მოხდეს როგორ იცი პატარ-პატარა ყლეობების გამოსწორებთან დაიწყო რა. აი მაგალითისთვის დღევანდელი გადაცემაც რო ავიღოთ რა. კატას არ უნდა ატყავე. აი კატის გატყავება თუ ნორმალურია ქვეყანაში. მე ვიღაცა ტიპი ბიუჯეტიდან ფულს რო იპარავს აი ძალიან არ გამიკვირდება შეჩემ. ან ვიღაცა ტიპი რო გადადის გზიდან და სადღაც ტროტუარზე ახტება და იქ მიდის რომ გაასწრო საცობს იმიტომ რომ თვითონ ჭკვიანია და გარშემო ყველა ყლეგონია ეგ აღარ მიგვირს თუ კატის გატყავებაა ნორმა რა კატის გატყავება ნორმა რო არ არის მე გავიხედებით აბა ეხლა მასლოვის პირამიდასავით არის აბა ეხლა შემდეგი რა არის რაც ყლეობა ამ ქვეყანაში და ამ საზოგადოებაში ტროტუარზე ადიხარ იმიტომ რომ ყველა ყლეგონია და შენ ხარ ჭკვიანი არა შენ ხარ ყლე შენ დედა შევეცე აი მაგით უნდა დაიწყო რა რომ აი რომან დოლიძემ რაც გააკეთა იმ ბიჭმა ირაკლიმ არ ვიცი გვარი რაც გააკეთა ირაკლი ჟვანია გენაცვალეთ თქვენ აი თქვენნაირ ხალხზე უნდა იდგეს ეს ქვეყანა რომ პროჭობაა ბიჭო რაღაცები არის აპრიორი პროჭობაა და ზოგმა ბერმა არ იცის მართლა ვერ ხვდებიან ვიღაცა მე ჩემ ერთ მეგობარზე გეტყვით მაგალითს რა არ ვიტყვი ვინ იყო ეს მეგობარი იმიტომ რომ ცუდად გამოჩნდება ამ ისტორიაში, მაგრამ ვარაზის ხევზე ავდიოდი და დავინახე რომ ვაკეში მივდიოდი რა და დავინახე რომ საცობი იყო ვაკის მხარეს, იქით არ იყო, ვერის მხარეს საცობი. და თავიდანვე აი როგორც კი შევუხე ვარაზს რომ დავინახე საცობი, ჩავდექი აქეთ ზოლში გადმოვუღე ჩავდექი. ეს მიტრაკებდა რომ რატო ჩავდექიო, წადიო წინო რა, ხო არისო აქეთო ვერის მხრიდან წიარიან, მე ჩავდექიო რა. და მეთქი ბიჭო პროჭობაა. ვიღაცა შეიძლება კი ხდება ეგრე ხანდახან რომ ვერ დგები აქეთ რა უცებ აღმოჩნდები რომ ვახ და იჭედები და იძულებული ხარ ეგ გააკეთო რა კი ბევრი შემთხვევაა ხდება ეგრე ბაზარი არ მაგრამ ძალით რო შვები განდონი ხარ ბიჭო პროჭი ხარ და უნდა ვიღაცებმა უნდა გააგებინონ ახალსო პროჭობაა ეგ ეხა იმ ტიპს მიხსნი და მე რა არ არის რატო კაცო აკძალული ხო არ არისო შეგიძლია ვახვიდეო და მე რა ჩავდგეო რა არ არისო აკძალულიო პროჭობა რატო არისო უნტკიცებდი რომ პროჭობაა ბიჭო თუ შეგიძლია თუ ხედავ რომ საცობია და შეგიძლია აქედანვე ჩადგე და რო ხედავ რომ 50-60 მანქანა დგას და ესენი ელოდებიან და შენ ჩაუქროლო უნდა და მე წინ ჩაუდგე ანუ 30-35 კაც გაასწრო და მე წინ ჩადგე რომ შეუხვიო
ეგ არის ნორმალურიო, თვლიდა, სანამ არ უხსენი რომ პროჭობაა ბიჭო, განდონი ხარ მაგას რო აკეთებ ადამიანი. იქამდე ეგონა რომ არ იყო ეგ პროჭობა რა. და ეგ რომ დაუხსნათ ვიღაცებს, თუნდაც აი ისე აგზნობინო რომ გადაუკეტო, მაგრამ ისე აი ეს ორი ზოლი რომ მიდის ნელ-ნელა და შენ რო გადახა ერთი ზოლი რომ მიდის წყნეთის გზაზეა ხოლმე რა და ვიღაცები მიუსიგნალეს ვიღაცებმა სხვადასხვა კიდე წყნეთის გზაზე აი ბაგებში ჩამოვდიოდი და გაიჭედა მოძრაობა ერთი ზოლია რა და ვიღაცა ჯიპით ასნია ეს გადავიდა ჩაიქროლა ესე ჩაგვიქროლა ყველას ნუ სიგნალები დედის მუტას გაგინებდა ყველა ვინც იყავი შეიძლება იმ მომენტში არ იყავი შეიძლება სხვა დროზე გაკეთებული სხვა დღეს გაქშება გაკეთებული დედის მუტას გაგინებს ყველა აი ვინც მაგას აკეთებ ვინც აკეთებთ მაგას, ყველა დედის მოტოს გაგინებთ. აი, რამდენ მანქანას, მინდა კიდე 10ჯერ მინდა გავიმეორო შეჩემა რა. იმიტომ რომ ეგეთი ხალხით იწყება ბიჭო. ეგეთი ადამიანებით არის რომ აი დიდი მასშტაბური ყლეობები რო ხდება ქვეყანაში. იწევს აი ეგ განდონები იწევენ მაგას. ეგეთი ხალხი რო არის. სამწუხაროდ ბევრია ამ ქვეყანაში. იგივე ხალხია შეჩემა. ხო, ერთ-ერთი ხალხი სამწუხაროდ ბევრია და როგორც ხედავ, ტკბილი სიტყვით მე ხალხთან არ გამოდის და დედა უნდა უტყნა მაშინ. არ ვიცი რა უნდა გააკეთოთო. არ ვიცი რა უნდა ქნა. დააჯახო მართლა მანქანა, ხო? არ არის გამოსავალი, მაგრამ ოპტიმისტურ ნოტაზე დავამთავრებ საუბარს. გაცილებით ცოტაა ეგეთ ხალხი დღეს მართლა ვიდრე იყო 5 წლის წინ, ვიდრე იყო 10 წლის წინ. გაცილებით ცოტაა. რაღაცნაირად არ ვიცი როგორ, მაგრამ აი ეს ვიღაცამ რო თქვა, რა ვთქვა, ქვეყანა წინ მიდის, მაგრამ ბორძი ყოფს რაღაცნაირად რაღაცეებში ცოტათი წინ მივდივართ რა. აი მაგალითად ზებრაზე რო გადადის უშუქნიშნო ზებრაზე ადამიანი და შენ რო გაუჩერებ და დაუთმობ, ერთი 5 წლის წინ უკნიდან გარჩე გაგინებდნენ ყველაფერს, რა გისიგნალებდნენ წადი და რაღაც. ეხლა ვაფშე ბოლოს როდის გაგიგია სიგნალი ეგეთ სიტუაციაში? ბოლოს როდის მოგისიგნალეს რომ ზებრაზე გაატარა ვიღაცა? ხო აღარ გისიგნალებენ. მიეჩვია. მე არ ვატარებთ, არ ვიცი. ხო. მოტოციკლეთის დათმობა ისწავლეს კი ბატონო, ზუკი ამბობს. გუნდიშად დაეთანხმება? მოტოციკლების დათმობა ისწავლეს? ხო და არა, ნუ გაროჩე, რაღაცეებს წინ მივდივართ რა. მაგრამ სამწუხაროდ ეს ცუდი ხალხი კიდე არსებობს, ოღონდ კიდევ ერთხელ. აშკარად ვიღაცეებს ეთყობა ჭირდებათ იმის თქმა, რომ აი რო ჯიპით რო ჩაუქროლებ 2 ზოლს 50 მანქანას, ხო? იქინა ყველა გაგინებს. არავინ არ ზის იქა და არ ფიქრობს რომ ესა კაი კაცია კაცო ამას ვენაცველი ყველა თითქმის ყველა შეიძლება ყველა არა ვიღაცა შეიძლება კიდე ყველა გაგინებს თითქმის და გიღირს აი რანაირ დამოკიდებულება გაქვს ცხოვრებასთან რომ კიდია თუ გეჩქარება თუ რაღაც ვიზაც ხდება ბაზარი არა მაგრამ ამდენჯერ შეიძლება ეგ მოხდეს ახლა ამდენჯერ შეიძლება ეგეთი რაღაც მოხდეს რო აი არა გეჩქარება რას გულისხმობ თუ გეჩქარება და ტროტუარზე მაინც გაგინებენ არა გეჩქარებაში რას გულისხმობ ბიჭო მე ხარ გეჩქარებაში გულისხმობ რომ ეს სიცოცხლის საკითხია ვიღაცა გიზის სისხლით იცლება და საავადმყოფოში უნდა მიასწრო მაშინ გეტყობა კიდეც რა სხვა ჩართული გავარიულები რაღაცა სიგნალები რაღაცეებს შვები რა მე ერთხელ მქონდა ცხოვრებაში ეგეთ შემთხვევა და ნუ გიჟივით ვიარე მაგრამ ნუ ეტყობ ყველა ხდებოდა რაც ხდებოდა რაშიც იყო საქმე რა იმიტომ რომ ჩავათული მქონდა ისა რაღაცა არ გავდი ნორმალურ ტიპს ვინც ახლა შეიძლება გაივლიდა ხო მაგ სიტუაციაში მაგრამ თან არის ტიპი რომ პროსტა რომ ეზარება დგომა და თან ხა შეჩემა მე და შენ ქონია ისეთ დროს რეპორტაჟები რომ ზუსტად იცი რომ ამ დროს სამსახურში არავინ არ მიდის აი მარტო მე და შენ შეგვა მიდივარ მთელ ქალაქში სამსახურში ხო შაბათს 5 საათზე აი მარტო მე და შენ გვაქვს საქმე სიტყვაზე რა და ანჩემ საქმეზე არ მიდიან რა და მე პატრიოტად გავარ მაგვიანდება რეპორტაჟი დაიწყო უკვე მარტო მიყავს ვიღაც ჩემ კოლეგას და მე კიდე 20 წუთი უნდა ველოდო იმიტომ რომ საცობში ვდგავარ და ვიღაცა ტიპი რომელიც სადღაც ერთი მაღაზიიდან მეორეში მიიჩქარეს რომ ტრუსიკი იყიდოს გადასულია ზოლზე და ხალხი იქით აკეთებს მაგიტო აგვიანებ ხოლმე ანუ ესე იგი